ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს თემით სპეკულირებას ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ამ თემაზე მამუკა მდინარაძისა და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები შანტაჟის სახეა, რითაც დასტურდება, რომ მმართველი გუნდი მუდმივად ერევა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობაში. ამის მთავარ მიზეზად კი რუსთავიორისა და კაბელების საქმის ასახელებენ. უმრავლესობა კი კითხვებზე განმარტებებს გიორგი პაპუაშვილისგან ელოდება. ორი განცხადებაში მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო გადატრიალება კრახი დასრულდა. მოგვიანებით გავრცელდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საპასუხო განცხადებაც. არის საუბარი იმაზე, შეიცვალა თუ არა შინაარსობრივად და დაირღვა თუ არა ნორმები, როდესაც სარჩელი იქნა განხილული საკონსტიტუციო სასამართლოში პირველადი შესვლა. საზოგადოება ელოდება პასუხს. მოხდა თუ არა манипуляცია და მოხდა თუ არა манипуляცია მოსამართლეების ჩართვა. აი ამის მოკლევას რატო ჭირდება ერთი კვირა, ამ საკითხთან დაკავშირებით მდინარაძესაც მეც და სხვას დასაკვირველია გვაქვს შეკითხვები. ხადია შეგვიძლია განვიხილოთ როგორც კიდევ ერთი ზეწოლის ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლოზე და ჩვენ ვიცით რომ მსგავსი ზეწოლა უკვე მიმდინარეობს დიდი ხანია. მნიშვნელოვანწილად ეს განპირობებულია სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავიორის საქმეზე, ისევე როგორც სხვა რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე. არ მაქვს იმის იმედი, რომ არჩევნებამდე რაიმე შეიცვლება, რომ ბიძინა ივანიშვილის შეწყვეტს ასეთი ტიპის შანტაჟს. სამწუხაროდ ამ ხელისუფლებას არ აქვს სახელმწიფოებრივი ხედვა. ისინი ვერ ხვდებიან თუ რა დიდ ზიანს აყენებენ ამ ინსტიტუციას თავიანთი რაღაც ვიწრო პარტიული სურვილებიდან და მათი დანახული საჭიროებებიდან გამომდინარე. ის რომ ამის გამუდმებით ხდება აჟიტირება, მით უმეტეს აფიშირება, მით უმეტეს მას შემდეგ რაც მოსამართლეებმა ახსნეს თუ რა მოხდა ფაქტობრივად, ამით ზიანდება ინსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლო.